შოკოლადი, ისტორია და ევოლუცია. არაფერია შოკოლადზე უკეთესი. შოკოლადი რჩება მნიშვნელოვან საკვებად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ დაფიქრებულ ხართ ოდესმე, როდის დამზადდა პირველი შოკოლადის ფილა? სად აღმოაჩინეს შოკოლადი პირველად? ვინ დგას ამ დიდებული გამოგონების უკან? მოდით გავარკვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები პროდუქტისა და არომატის შესახებ. როდესაც უმეტესობას გვესმის სიტყვა შოკოლადი, ის წარმოგვიდგება ფილების, დაფარული კამფეტებისა და ნამცხრების გამოსახულებებად. მაგრამ დღევანდელი შოკოლადი მცილედით გავს წარსულის შოკოლადს. ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში შოკოლადი იყო მწარე სასმელი და არა ტკბილი. მოდით დავიწყოთ გლობუსის დათვალიერებით. მილიონობით წლის წინ თეობრომა კაკაოს ხე წარმოიშვა ამაზონის ზემო აუზის რეგიონში. თეობრომა მომდინარეობს ძველი ბერძნულიდან და ითარგმნება როგორც ღმერთების საკვები. მოგვიანებით მას კაკაოს ხე ან შოკოლადის ხე ეწოდა. კაკაოს ხე არის ტროპიკული ხე, რომელიც საუკეთესოდ ხარობს მსოფლიოს ცხელ და ნოტიო რეგიონებში, რის გამოც მისი მოყვანა შესაძლებელია მხოლოდ ეკვატორთან ახლოს. კაკაოს ხეები უჩვეულოდ ყვავის. პაწაწინა ყვავილები ტნევებად იზრდება უშუალოდ ღეროდან და მსხვილი ტოტებიდან. როდესაც კაკაოს პარკები მწიფდება, მათ ხსნიან. თითოეული პარკი შეიცავს საშუალოდ 20-დან 40-მდე კრემისფერი კაკაოს მარცვალს. შოკოლადის ისტორია დაახლოებით 4000 წლის წინანდელ ძველ მესოამერიკას უკავშირდება, სადაც პირველი კაკაოს მცენარეები იპოვეს. პირველი ხალხი, ვინც ამ უჩვეულო ხის ნაყოფი დააგემოვნა, იყვნენ ძველი ოლმეკების ცივილიზაციის წარმომადგენლები. მათ კაკაოს ხეს უწოდეს სასაცილო ჟღერადობის მქონე სიტყვა კაკავა. ოლმეკები კაკაოს მარცვლებს ღია მზეზე აშრობდნენ, რა დროსაც ისინი იღებდნენ ყავისფერს ან მუქ ყავისფერ ფერს. შემდეგ მარცვლებს ფქვავდნენ ფხვნილად, რომელსაც ურევდნენ ცხელ მდუღარე წყალს, სიმინდის ფქვილსა და სანელებლებს. შედეგი იყო სქელი, მწარე ქაფიანი სასმელი. ოლმეკების შემდეგ მოვიდა მაიას ტომი, რომლისთვისაც კაკაოს ხე კლასიკური საკულტო ხე გახდა. მაიას იმდენად უყვარდა შოკოლადი, რომ არა მხოლოდ ტყეებში აგროვებდნენ მარცვლებს, არამედ ისწავლეს მათი მოყვანაც საკვითარ ბაღებში. მაია შოკოლადი იყო სქელი და ქაფიანი და ხშირად მას ურევდნენ ცხელ წყალსა და წითელ წიწაკას. მაია კაკაოს ღმერთების საცუქრად მიიჩნევდა და შოკოლადს იყენებდნენ წმინდა ცერემონიებისთვის, დაკრძალვის შესაწირავებისთვის და ასევე ატარებდნენ ყოველწლიურ ფესტივალს, კაკაოს ღმერთის ეგ-ჩხვაჰის პატივსაცემად. როდესაც აცტეკების იმპერიის ხალხი გავრცელდა მესოამერიკაში 1400-იან წლებში, მათაც დაიწყეს კაკაოს დაფასება. მათ სჯეროდათ, რომ კაკაო ღმერთებისგან იყო მათ წმინდა მთაზე. ითვლებოდა, რომ ბუმბულიანმა გველმა ღმერთმა, სახელად კეცალკოატლმა, ადამიანებს ღვთაებრივი მარცვალი აჩუქა. ვინაიდან აცტეკებს არ შეეძლოთ მისი მოყვანა ცენტრალური მექსიკის მშრალ მთიანეთში, ისინი მარცვლებისთვის ვაჭრობდნენ მაიასთან. აცტეკები კაკაოს მარცვლებს იყენებდნენ როგორც ვალიუტას საკვებისა და სხვა საქონლის შესაძენად. მაგალითად, 1 მარცვალი შეიძლებოდა გაეცვალათ ავოკადოში, 4 მარცვალი შეიძლებოდა გაეცვალათ გოგრაში, 10 მარცვალი ჯამთელი კურდღლის შესაძენად. ეს იყო დრო, როდესაც ფული სიტყვასიტყვით ხეებზე იზრდებოდა. აცტეკური შოკოლადი იყო მოწიწებით მოსამზადებელი სასმელი, რომელიც მზადდებოდა შემწვარი და დაფქული კაკაოს თესლისგან, სანელებების შერებით. აცტეკები ამ ნარევს ერთი ქოთნიდან მეორეში ასხამდნენ, რითაც ქმნიდნენ სქელ ქაფიან სასმელს, სახელწოდებით ქსოკოლატლ, რაც ნიშნავს მწარე წყალს. აცტეკები შოკოლადს დიდ პატივს სცემდნენ და იყენებდნენ მას საკორწინო ცერემონიებზე. აძლევდნენ გამარჯვებულ მეორმებს ბრძოლების შემდეგ და იყენებდნენ რელიგიური რიტუალების დროს. ვრცელდება ხმობი, რომ ძლევამოსილი აცტეკი მმართველი მონტესუმა II დღეში 50 ფინჯან შოკოლადს სვავდა ენერგიისა და აფროდიზიაკის სახით. მას ჰქონდა მარცვლებით სავსე საწყაობი, რომელიც მოპოვებულიყო ვაჭრობის, გადასახადების და სამხედრო დაპყრობების შედეგად. შოკოლადის ჩამოსვლა ევროპაში. ქრისტეფორე კოლუმბი და მისი ეკიპაჟი შესაძლოა იყვნენ პირველი ევროპელები, რომლებიც წააწყდნენ კაკაოს მარცვლებს, თუმცა ხელიდან გაუშვეს შოკოლადის ისტორიაში შესვლის შესაძლებლობა. 1502 წელს კოლუმბმა აღმოაჩინა კაკაოს მარცვლები ამერიკაში მოგზაურობისას. მან ევროპაში ჩამოიტანა კაკაოს მარცვლები, მაგრამ ესპანეთის მეფემ და მისმა კარისკაცებმა თავდაპირველად უგულებელყვეს მათი პოტენციური ღირებულება.
1519 წელს ცნობილი კონკისტადორი ერნან კორტესი გაემგზავრა მესოამერიკაში ესპანური კოლონიების დაასარსებლად. მონტესუმამ, რომელმაც დამყრობელი ღვთაების რეინკარნაციად მიიჩნია, მიიღო იგი ბანკეტით, სადაც შოკოლადის სასმელი მიართვეს. როდესაც კორტესმა პირველად გასინჯა ის, აბსოლუტურად შეძრწუნა და განაცხადა, რომ ეს იყო ღორის საჭმელი. აზტეკების დაპყრობის შემდეგ კორტესი დაბრუნდა ესპანეთში და თან ჩამოიტანა კაკაოს მარცვლებით სავსე სკივრები. მათი მწარე გემო გახდა მიზეზი, რომ თავდაპირველად ისინი წამლად გამოეყენებინათ და რეკომენდებული ყოფილიყო კუჭის ტკივილის, საჭმლის მონელების დარღვევის ხვალისა და ცხელების დროს. ევროპულმა გემომ შეცვალა რეცეპტი. ჭხელი შოკოლადის საკუთარი ვარიანტების შექმნეს ლერწნის შაქრით, დარიცინით და სხვა გავრცელებული სანებლებითა და არომატიზატორებით, რამაც ის აბსოლუტურად გემრიელი გახადა. მე-17 საუკუნისთვის შოკოლადის მანია გავრცელდა მთელ ევროპაში, ჯერ იტალიაში და შემდეგ სხვა ევროპულ ქვეყნებში შოკოლადი რჩებოდა მდიდრების პრეროგატივად. შოკოლადის სამრეწველო მასშტაბით წარმოება რთული და ძვირი იყო, რის გამოც აფრიკელი მონები და საკონტრაქტო მუშაკები გემებით გადაჰყავდათ დამხრეთ ამერიკის კაკაოს პლანტაციებში მძიმე სამუშაოს შესრულებლად. თითქმის 2 საუკუნის განმავლობაში შოკოლადით ტკბებოდნენ როგორც სასმელით, რომელსაც წყლის ნაცვლად ხშირად რძეს უმატებდნენ. სიტუაცია შეიცვალა 1828 წელს, როდესაც ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა კოენრად ვან ჰაუტენმა გამოიგონა კაკაოს პრესი. ამ გამოგონებას შეეძლო კაკაოს მარცვლებიდან კაკაოს ცხიმის გამოყოფა და ცალკე კაკაოს ფხვნილისა და კაკაოს ცხიმის შექმნა. კაკაოს ფხვნილის შემოღებამ გაამარტივა შოკოლადის სასმელების შექმნა. კაკაოს ცხიმმა კი ხელი შეუწყო შოკოლადის ყველასთვის ხელმისაწვდომობას. 1847 წელს ბრიტანელმა შოკოლადის მწარმოებელმა ჯოზეფ ფრაიმ კაკაოს ცხიმისგან, კაკაოს ფხვნილისა და შაქრისგან შექმნა პირველი შოკოლადის ფილა. მან ეს ნარევი ყალიბებში ჩაასხა და ასე დაიბადა შოკოლადის ფილა. 1871 წელი რიჩარდ ქადბერიმ ვალენტინობის დღისთვის შექმნა პირველი გულის ფორმის შოკოლადების ყუთი, რომლის პოპულარობა წლების განმავლობაში მხოლოდ გაიზარდა. 1875 წელი შვეიცარიელმა შოკოლადის მწარმოებელმა დანიელ პიტერმა გამოიყენა რძის ფხვნილი პირველი რძიანი შოკოლადის ფილის დასამზადებლად. რძიანი შოკოლადის გამოგონებიდან წარმოიშვა ინდუსტრია, რომელიც ჩვენთვის დღეს ყველაზე ნაცნობია. ასე გადაიქცა შოკოლადი მწარე სასმელიდან მყარ საკვებ ტკბილეულად, რომელსაც დღეს მივირთმევთ. მე-20 საუკუნისთვის შოკოლადი იყო ფართოდ მოხმარებადი ტკბილეული, რომელსაც უკვე ყველა კლასის ადამიანი მიირთმევდა. მეორე მსოფლიო ომის დროს შოკოლადი შედიოდა სამხედრო მოსამსახურეების ულუფებში და გადაეცემოდა პილოტებსა და წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებს. დღესდღეობით კაკაოს მოსავალი გროვდება წელიწადში 2 ჯერ. ფერმენტაცია. მარცვლებს ათავსებენ დიდ ყუთებში, ფარავენ ბანანის ფოთლებით და ტოვებენ ფერმენტაციისთვის. ფერმენტაციის პროცესი მარცვლებს გემოს აძლევს და რბილობი ნელ-ნელა თხევადდება. გაშრობა და შეფუთვა. შემდეგ მარცვლები შრება ტენიანობის შემცველობის შესამცირებლად. ამის შემდეგ ისინი იფუთება შოკოლადის ქარხნებში გასაგზავნად. მოხალლა ქარხანაში მიღებულ გამხმარ მარცვლებს წვავენ დიდ მბრუნავ ღუმელებში, რაც მოქმედებს მათ გემოსა და არომატზე. გაფშნეტა. გამოწვის შემდეგ მარცვლები იფშნიტება ვინაუდ, რათა მოშორდეს ნაჭუჭები და რჩება მხოლოდ შემწყვარი კაკაოს ნატეხი, კოკო ნიბ. დაფქვა. შემდეგ ნატეხები იფქვება პასტად, რომელსაც შოკოლადის ლიქიორი ეწოდება. შოკოლადის 4 ტიპი არსებობს: შავი, dark, რძიანი, milk, თეთრი, white და ruby. რუბი შოკოლადი მზადდება სპეციალური მარცვლისგან, რომელიც ცნობილია როგორც რუბის კაკაოს მარცვალი. ის წარმოების პროცესში იძენს ვარდისფერ შეფერილობას და აქვს მჟავე ტკბილი, კენკრის მსგავსი გემო. შოკოლადს აქვს დიდი კულტურული მნიშვნელობა. აღდგომა საუკუნეების მანძილზე ასოცირდება შოკოლადის ტრადიციასთან. შოკოლადის შესანიშნავი საჩუქარია ვალენტინობის დღეს. შობა შოკოლადის გარეშე არასრულყოფილი ჩანს
დაბადების დღის აღნიშვნა შოკოლადის ტორტის გარეშე წარმოუდგენელია. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე შოკოლადის მუზეუმი და მხოლოდ 2 მონუმენტი. ერთი, ცნობილი როგორც შოკოლადის ფერია, წარმოადგენს შოკოლადის ფერიას ხელში ტკბილი ფილით. მეორე კი ნაკბენი შოკოლადის ფილას ჰგავს. თითქმის მთელ მსოფლიოში ყველა შოკოლადის მოყვარულია. ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტკბილი სიამოვნებაა. არც ერთი დღესასწაული, ფესტივალი ან თუნდაც წვეული არ არის სრულყოფილი მის გარეშე. ერთი ფილა შოკოლადი საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერმა ბავშვმა თავი ბედნიერ